კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებაზე უნდა მოგითხროთ. 25 ივნისიდან 10 ივლისამდე თბილისში საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალი, საფორტეპიანო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას და პლატფორმას ახალგაზრდა ქართველი პიანისტებისთვის და მათ თავაზობს ინტენსიურ მასტერ-კლასებს, ინდივიდუალურ გაკვეთილებს და ლექცია-სემინარებს. თანამედროვე საფორტეპიანო ხელოვნების უდიდეს წარმომადგენლებთან ექნებათ სტუდენტებს შეხვედრის საშუალება. ამ ფესტივალის შესახებ მოგვიყვება და პირდაპირ ეთერში გვერდდება ჩვენი თანაწამყვანი, ჩვენი კოლეგა უსაყვარლესი და უნიჭიერესი დათუნა ალადაშვილი. უფრო ვრცლად მოგიყვებათ დათუნა ამ მშვიდობისა დავით. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ნიჭიერთა აწლედის ახლად რენოვირებული ნიჭიერთა აწლედის ტერასიდან. ძალიან მიხარია ის თემა, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, პიანისტის დღიური და ბევრი პიანისტი, რომელმაც ერთად მოიყარა თავი საქართველოში და ასე დაიმთხვა, რომ ყველანი ვართ ჯულიარდის კურსდამთავრებულები. IPM თბილისი უბრუნდება საქართველოს, უბრუნდება თბილისს. ეს არის International Piano Masters, არაჩვეულებრივი საფორტეპიანო ფესტივალი, მასტერ-კლასების და სემინარების და ზოგადად აკადემიის ფორმატში მიმდინარე ფესტივალი, რომელიც წლებია ევროპის სხვადასხვა ქალაქში ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ყოველწლიურად 60-დან 100 ბავშვამდე მონაწილეს იღებს, რომელიც დაარსა არაჩვეულებრივმა ფრანგმა პიანისტმა და პედაგოგმა პასკალ ნემიროვსკიმ. ჩვენი შარშანდელი შეხვედრების შემდეგ გადაწყდა, რომ ეს ფესტივალი დაფუძნდეს და გადმოვიდეს უკვე თბილისში და საქართველოში. მიხარია, რომ წელს უკვე მეორეჯერ ვმასპინძლობთ არაჩვეულებრივ მსოფლიო დონის არტისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან და უფრო მასშტაბურ სახესაც იღებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გარდა თბილისისა ჩვენ სხვადასხვა რეგიონშიც ვიმოგზაურებთ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ სულ რამდენიმე საათში დაждდება თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც მოყვება ჩემი პედაგოგი ჯულიარდის სკოლის პერიოდში 11 წლის განმავლობაში, მართლაც ლეგენდარული ამერიკელი პიანისტი ჯერომ ლოვენთალი, რომელიც 93 წლით ახალგაზრდაა სხვებზე. დიდი სიამოვნებით მინდა მივესალმოთ ჩვენს პირველ სტუმარს დღეს, ეს არის პასკალ ნემიროვსკი თავად. Bonjour Pascal, bienvenue de nouveau en Tbilissi. Merci. Très heureux de vous avoir ici and so happy that you are here and teaching the Georgian students. We changed the technique of the festival this year. ცოტათი შევცვალეთ წლევანდელი ფესტივალის გამოშვება, მხოლოდ ქართველ ბავშვებს მოისმენენ პასკალ ნემიროვსკი, ნორიკო ოგავა, ჯერომ ლოვენთალი, ურსულა ოპენს და ლუი შვიცგებელ, ასევე შემოგვერთება ქალბატონი მანნა გოცირიძეც. Tell us about last year and this year, please. Voulez-vous en français ou en français, anglais? ça va. En français, bon, c'est très bien. Donc l'année dernière, ça a été le démarrage, ça a été la première année, ce fut un très grand succès et nous avons eu des étudiants merveilleux venant de beaucoup de pays et puis cette année. შარშანდელი ფესტივალი იყო ძალიან წარმატებული, თუმცა სხვა მიდგომით ეს იყო 60 მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა 15-მა ქართველმა ბავშვმა მიიღო უნიკალური შანსი, მიიღო მონაწილეობა საზაფხულო სკოლაში. Cette année, nous avons décidé enfin David a décidé de réunir tous des très grands talents de Géorgie. Et ça c'est merveilleux parce que c'est un festival qui va être centré sur la Géorgie. Et comme on le sait tous, c'est un pays absolument incroyable. Sur le plan des musiciens, il y a tellement de pianistes connus et c'est merveilleux d'être ici. წლევანდელი მოდელი შეცვლილია ჩვენი საერთო გადაწყვეტილებით, მხოლოდ ქართველი მონაწილეები მიიღებენ მასტერ-კლასებს აი ამ 4 დღის განმავლობაში, თუმცა ნოემბერში აუცილებლად სხვა ფორმატს მიიღებს ეს ყველაფერი, რადგანაც ეროვნული სასახლე უკვე ოფიციალურად გახსნის კარებს და სწორედ ეროვნული სასახლის ბაზაზე გადმოვა International Piano Masters. Thank you so much for being with us. I have to run to Noriko and to listen to her. Et puis je voulais aussi remercier au nom de toute l'équipe le ministre de la Culture, Madame Tika, qui permet à ce que ce festival continue. Merci pour de longues années. You have to go, you have to teach soon. Yes. დიდი მადლობა ბატონო პასკალმა თქვა. ძალიან დიდი მადლობა სწორედ კულტურის სამინისტროს და ქალბატონ თიკას დახმარებისთვის, იმიტომ რომ ეს პროექტი მართლაც ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. ეს არის ეროვნული სასახლე, ეს არის ჩვენი არაჩვეულებრივი ნიჭიერთა აწლედი და რა თქმა უნდა ის გენიალური შემსრულებლები, რომლებიც ჩვენ ახლა გვეწვივნენ თბილისში. დიდი მადლობა არტიზანს, დიდი მადლობა Aviaxel Tours და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც დაუღალავად იმუშავა. I have to interrupt უნდა შევაშეროთ ნორიკოს რეპეტიცია და მოგასმენინოთ მისი დაკრულიც. Noriko,
good morning. We're running in because we don't have much time. At 10 you have to start teaching. 10 საათზე მათ უნდა დაიწყონ უკვე მუშაობა მესამე სართულზე ქართულ მონაწილეებთან. Good morning. Welcome back to Tbilisi and thank you so much for being here with us. Very much. It's wonderful to be back here. Wonderful weather, beautiful music, talented pianists, a lot of them. So I'm having a great time here. Thank you. არაჩვეულებრივია თბილისში დაბრუნება, კარგი ამინდი, კარგი როიალი, სტაინვეის დიდი მადლობა იმისათვის რომ ჩვენს გვერდით არის ამ ფესტივალის განმავლობაში და შარშან ნორიკოგავამ ფანტასტიკური სოლო კონცერტი აჩუქა ქართულ მსმენელს და წელსაც გელოდებით ხვალ. კონსერვატორიის მცირე დარბაზში საღამოს 5 საათიდან თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ ნორიკო შეასრულებს პატარა სოლო პროგრამას, რომლის შემდეგაც თქვენ იქნებათ უნიკალური შანსი შეხვდეთ ქართველი და უცხოელი პიანისტების მიერ წარმოდგენილ პანელს, რომლებიც არიან IPM ოჯახის წევრები და შეხვდეთ რაც თავარია ლეგენდარულ ჯერომ ლოვენთალს და ურსულა ოფენს, შეგიძლიათ მათ კითხვები დაუსვათ, რა თქმა უნდა აუცილებლად მოვისმენთ ჯერომ ლოვენთალის შესრულებასაც. Noriko, I just told them that you're about to play tomorrow a short recital, but for those who cannot make it, could I ask you to play something for us? Yes. Thank you so much. Thank you. I'm leaving you Noriko Gavas gitოვებთ და გემშვიდობებით. ხვალ შევხვდებით კონსერვატორიის მცირე დარბაზში IPM თბილისი, რომლის შესახებაც პირველი არხის ეთერით ხშირად ვისაუბრებთ. პირველი არხი ჩვენი მხარდამჭერია. დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით. შესანიშნავი მუსიკის თანხლებით გემშვიდობებით კიდევ ერთხელ მადლობა დათუნა ალანდაშვილს და შეგახსენებთ რომ 25 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოში შესაძლებელი იქნება ამ შესანიშნავი ფესტივალის თვალის და ყურის მიდევნება. და ამ ყველაფრის პარტნიორია პირველი არხი. ეს არ უნდა დაგვამიწყდეს. მადლობა ყველას.